ჩვენი ორგანიზაცია 2009 წელს შეიქმნა. ჩვენ ბევრი წელი მუშაობდით სხვადასხვა თემებზე და მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ დევნილთა დასახლებაში იყო დასაქმება, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდების. გამომდინარე იქიდან, რომ მე თვითონ გახლავართ დევნილი, ყოველთვის მაღელვებდა ის ფაქტი, რომ დევნილები საზოგადოების მხრიდან აღიქმებოდნენ რაღაც ადამიანების ჯგუფი, რომელიც არიან მოწყვლადი, რაღაცა საწყლები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და მხოლოდ ხელის გაწვდა, უпростоრ დახმარება. და ვფიქრობდი, რომ ისე მინდოდა წარმომეჩინა დევნილები, რომ საზოგადოებას ისინი აღექვა ძალიან აქტიური, რეალიზებული ადამიანები, რომელიც ქმნიან და არიან საზოგადოების ძალიან სრულფასოვანი წევრები. გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა სოციალური საწარმო, ტიხრული მინანქრის სახელოსნო, სადაც შესაძლებლობას მივცემდით ქალებსა და ახალგაზრდებს, რომ დასაქმებულიყვნენ და რაღაცა თავიანთი შემოსავალი გაეჩინათ და ამავდროულად ძალიან ღირებული და სასიამოვნო პროდუქტი შეექმნათ, რომელიც მისაღები იქნებოდა ყველა ტიპის მომხმარებლისათვის და 2013 წელს სწორედ ჩვენ შევქმნით ტიხრული მინანქრის სახელოსნო იკორთა. 3 ადამიანი არის სრულ განაკვეთით დასაქმებული, 3 არის კიდევ ნახევარ განაკვეთით დასაქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი არის, რომ საწარმო განვითარდეს, გაიზარდოს და უფრო მეტი ადამიანის დასაქმება შევძლოთ, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ბიზნეს კომპონენტის განვითარებაზე, გაყიდვებზე.